არარაფინირებული, არადეზოდირებული ბაყაყურას ზეთი, ცივი გამოწურვით. დამზადებულია მექანიკური საშუალებებით, პირველი ცივი გამოწურვის მეთოდით. ეს უნიკალური საკვები მცენარეული ზეთი დამზადებულია მცენარე ბაყაყურას თესლისაგან, უახლესი ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიის გამოყენებით. ბაყაყურას ზეთის ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი. არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია, არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ცოცხლად, ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია. მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ. არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა. აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები გეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში. შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვაუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს გრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად. არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრ ასაკობრივ, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ასე შემდეგ. ამიტომ ძვირიანი ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება, მაგივრად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას, თვისებებს. არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშუალებებს წარმოადგენენ სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, დაჯილდოებულია ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით, განსხვავებით ესტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობით მეტი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას. ამიტომ თვითღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფფასიან ესტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია. ბაყაყურას ზეთისათვის დამახასიათებელია სპეციფიკური სუნი და გემო. კულინარიაში გამოიყენება სალათების, ყველანაირი ბოსტნეულის კერძების, ვინეგრეტის, ცივი და ცხელი კერძების შესაკაზმად. თავისი თვისებებით ეს ზეთი ადამიანებისათვის არის უნიკალური დიეტური პროდუქტი. ასევე წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ზოგიერთი დაავადებების პროფილაქტიკისათვის და დიდი ხანია გამოიყენება სახალხო მედიცინაში. შემადგენლობა და სასარგებლო სამკურნალო თვისებები. ბაყაყურას ზეთი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ფლავონოიდებით, შეუცვლელი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებით,
ლინოლინის, ლინოლეინის და ასე შემდეგ. კაროტინოიდებით, ვიტამინებით A, B, E, K, P, D, ანტიოქსიდანტებით. ბაღაყურას ზეთი არის მაღალი ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტი და წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო ნივთიერებების უნიკალურ ბუნებრივ კომპოზიციას. ეს ზეთი შეიცავს განსაკუთრებულ კომპონენტს, სილიბინინს, რომელიც აძლიერებს და რეგენერაციას უწევს ღვიძლის უჯრედებს. ბაღაყურას ზეთს წესრიგში მოყავს თქვენი ღვიძლი, ზრდის თქვენს ენერგიას და ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს. გაანეიტრალებს იმ ზიანს, რომელსაც ალკოჰოლი, ტოქსიური ნივთიერებები და თავისუფალი რადიკალები აყენებენ ორგანიზმს. ის გააძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, წვავს ცხიმებს და ამაღლებს იმუნიტეტს. სახალხო მკურნალებს ბაღაყურას გამოყენება უყვართ უკუჩვენებების სრული არარსებობის გამო. ბაღაყურას თესლის ზეთის მაღალი პროფილაქტიკური სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია მის შემადგენლობასთან. ქლოროფილის, კაროტინოიდების, ტოკოფეროლის და ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინ P-ს არსებობასთან. სწორედ მასთან შეკავშირებით ქოლესტერინი ღებულობს ფორმას, რომელიც უფრო ადვილად გამოიყოფა ორგანიზმისგან და რაც არ აძლევს საშუალებას დაილექოს სიზარღვთა კედელზე. აქტიურებს ცხიმოვანი დეპოებიდან ცხიმების გამოდევნას და მათ წვას. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც ცხიმთა დამწველი. ქლოროფილი უჯრედში ნივთიერებათა ცვლის აქტივაციით აახალგაზრდავებს ქსოვილებს, იწვევს რეგენერაციული პროცესების გაძლიერებას. ამით აიხსნება სისხლბადი ორგანოების სტიმულაციაც. კაროტინოიდები გამოირჩევიან ანტიალერგიული აქტივობით. აძლიერებენ ღვიძლში და გულის კუნთებში ნივთიერებათა ცვლას. მონაწილეობენ უჯრედების ჟანგვა აღდგენის რეაქციებში. ტოკოფეროლები ეფექტურად იცავენ ორგანიზმს ქიმიური და ფიზიკური ფაქტორებით პროვოცირებული სიმსივნეებისაგან. ეწინააღმდეგებიან ორგანიზმის დაბერებას და ხელს უწყობენ მას რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებაში. ბაღაყურას ზეთი არის ეფექტური ჰეპატოპროტექტორი. ის ეწინააღმდეგება ტოქსიური ნივთიერებების შეწოვას, რომლებიც შეიძლება ჩვენს ორგანიზმში საკვებთან და წყალთან ერთად მოხვდეს. გვიცავს მათი გამანადგურებელი მოქმედებებისაგან. ბაღაყურას ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ. ჩვენება გამოყენებისათვის. ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, ღვიძლის ცეროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია. ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია დიაბეტის დროს. სასქესო ორგანოთა ანთებითი პროცესები, პროსტატიტი, ურეტრიტი. საშვილოსნოს ყელის ეროზია, ანალური ნახეთქები, ბოასილი. შაქრიანი დიაბეტი. კუჭისა და 12 ნაწლავის დაავადებები. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები. გულსიზარღვთა დაავადებას ასაკოვან პირებში. ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, კარდიოსკლეროზი. დამწვრობა, ეგზემა, ნეიროდერმიტი. ხელს უწყობს ყულების შეხორცებას, ეფექტურია ჭრილობების სამკურნალოდ. გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ერთი ჩაის კოვზი ჭამის შემდეგ ან ყოველდღიურად სალათებისა და ფაფების შემადგენლობაში 1-2 თვის განმავლობაში. ღვიძლის დაავადებების დროს შეიძლება მივიღოთ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებთან ერთად 1 ჩაის კოვზი 2 დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე 30 დღის განმავლობაში. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი შეიძლება გავიმეოროთ. მსხვილი ნაწლავის დაზიანების დროს გამწვენდი ოყნის შემდეგ ყოველდღიურად მიკროოყნით 30 მილილიტრის ზეთის შეშვება სწორ ნაწლავში. ბაღაყურას ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში. ხშირად ბაღაყურას ზეთი კოსმეტოლოგიაში გამოიყენება პრობლემური სახის კანის მოსავლელად, რადგან მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რეგენერაციის უნარი. განსაკუთრებით ეფექტურია ბაღაყურას ზეთის გამოყენება ალერგიული რეაქციების, დერმატიტების, ფსორიაზის და ეგზემის დროს. ბაღაყურას ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის კანის მკვებავად და დამატენიანებლად. ის აუმჯობესებს სახის კანის ფერს,
სიმკვრივეს და ელასტიურობას, კანის მიკროცირკულაციას, ასევე შეუძლია არაღრმა ნაოჭების გასწორებაც. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან.